შეგიძლიათ განგვიმარტოთ რა სახის სანქციას იყენებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თქვენ მიმართ და კიდევ 3 თანამშრომლის მიმართ ჩვენ ვნახეთ ორის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება თქვენთან დაკავშირებით სიახლე რა არის? გიმარტავდით რომ ჩემთვის გასაგები იყოს, მაგრამ უნდა გითხოვოთ ვისწრებთ რომ ჩემთვის ეს სანქცია იკითხება, აი ასე, რომ მე 12 წლის განმავლობაში არ მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო, გამოვიყენო რომელიმე მედია პლატფორმა და ვილაპარაკო საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ სხვადასხვა რიგის პრობლემაზე, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, ჩემი გასაკუთრებული აზრი. ჩემთვის ესე შინაარსი ესე ამოვიკითხე ამ ტექსტიდან, რომელიც მე მეილით გადმოვშანა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა. სულ ეს არის რეალურად, სულ ეს წერია ამ დოკუმენტში მომდევნო 12 წლის განმავლობაში მე არ უნდა ვილაპარაკო არც ეს პლატფორმაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამასთან ერთად ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს ჩემს იკითხება, როგორც მარტივად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამას ესეც ვკითხულობ, თუ დამატებითი განმარტება არ მოჰყვება ამას ყველაფერს და იმედი მაქვს რომ მოჰყვება დამატებითი განმარტება. და ჩემთვის არის ძალიან უცნაური განსაკუთრებით ჩვენ რაღაცნაირად მედიის სფეროში ვმუშაობთ. მე მგონია რომ მენეჯმენტსაც უნდა ჰქონდეს რაღაცნაირად გააზრებული, რას ნიშნავს მედიის, როდესაც ასეთი ინსტიტუციაში მუშაობ, რომელიც მედიაა, ხო? ეს მაგალითად ჩემზე რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ გავხსოვდა სხვა მედიის მიერ სრულიად მცდარი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა, სადაც გამოაშკარავეს უპირატესად უკანონოდ ჩემი პერსონალური მონაცემები, სადაც მაგალითად მე თქვა ქართული აი ამ მონაცემებზე დაფუძნებით და ამ ინფორმაციაზე, მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებით რამდენიმე ასე ვთქვათ მართველი პარტიის რამდენიმე პარლამენტარელმა ნელი მოქმედების ნაღმი მიწოდა, რომელსაც სამშობლოს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ვიღაცები, მუსაღას შემდგომ გაირკვა, რომ არ იცოდნენ ამ ადამიანებმა ვიზე ლაპარაკობდნენ ზოგადად და ჩემთვის არ იყო დაცული პასუხისმგებლობა. მე არ მეძლეოდა საშუალება, რომ რეალურად მომცემოდა დრო, რომ ამაზე პასუხი გამეცა რა, მაგალითად ამ კონკრეტულ მედიას. მათ შორის საკუთარი ტელევიზია, რომელშიც აგერ უკვე 15 წელია ვმუშაობ, არ დაინტერესებულა იმით, მაქვს თუ არა მე სურვილი, რომ ამას გამოვეხმაურო და სადმე რაიმე პლატფორმა დაეთმოთ ჩემთვის, რომ გამეცა ამასთვის პასუხი. ამიტომ მე ბუნებრივია, ხო, ხადია ამ შემთხვევაში შემიძლია მაქვს ერთადერთი გზა, რომ ვისარგებლო იმით, რომ სხვა მედია პლატფორმებს მხოლოდ ახმარება და გავცე პასუხისმგებლობა გამოვიყენო, როგორც რესპონდენტმა ამ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა დავიწყეთ ლაპარაკი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და იმ, ასე ვთქვათ, მოსაზრებების გავრცელება, კრიტიკული მოსაზრება, საკმაოდ ფორმალური, კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელება ჩვენთვის მაშინ რეალურად საზოგადოებრივ მაუწყებელს პლატფორმა არ დაუდგინა. და ჩვენ ძალიან დიდი ხანი სხვათა შორის ვიტოვებდით თავს, რომ დაგვეწყო სხვა მედიებთან საზნაურზე ლაპარაკი და ძალიან დიდი ხანი ვითხოვდით ეთერს, რომ ეს საკუთარ ეთერში გაგვეკეთებინა და არც ერთ ეტაპზე ჩვენს კოლეგებს საზოგადოებრივ მაუწყებლიდან არ უზრუნიათ იმაზე, რომ ჩვენი ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ხმა გაეგო აუდიტორია საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე პლატფორმის საშუალებით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არც ჩვენი საჯარო განცხადება დადო თავიდან რომელიმე პლატფორმაზე. ან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების თვალსაზრისი, არ გააშუქა მათი პოზიციები. საერთოდ არ დაინტერესდა ამ ამბით, ხო? სრულიად იგნორირებული ვიყავით და მხოლოდ ეს გახდა ჩვენთვის საფუძველი იმის, რომ ჩვენ გვესარგებლოთ სხვა მედია პლატფორმებით, რომ ადამიანებისთვის მიგვეწვდინა ჩვენი კრიტიკული, კონსტრუქციული მოსაზრებები. იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს აი ამ კრიზისულ ვითარებაში. ამ დოკუმენტში წერია, რომ მე მომდევნო 12 წლის განმავლობაში, თუკი ამას გავაგრძელებ, თუკი ამას გავაკეთებ, განიხილება ჩემი შესაძლო გათავისუფლება. და დღეს ახლა ჩვენ რომ გვერთვებით, ესეც შეიძლება იყოს აღქმული ამ სანქციის პირობების დარღვევად. არ ვიცი, ვერ გეტყვით, შესაძლოა, ვერ გეტყვით, თუმცა ვთქვათ, არა მაქვს ამაზე ინფორმაცია. ოთხივე მოქმედი თანამშრომლის მიმართ ასეთი პირობაა წაყენებული, ხომ თამარ? დიახ, თუ არაფერი მეშლება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ერთი კოლეგა რეალური სივრციდან და ასევე
მოკლედ ირმა ჩუბინიძე, იოსებ კაციტაძე, კახამელის მიმართ არის აი ასეთი სანქცია გამოყენებული. მე უბრალოდ არ ვიცი ამ გამოგზავნილ წერილებში იგივე წერია თუ არა რაც ჩემს შემთხვევაში, ხო? ეს რეალურად მასთან უნდა დაზუსტდეს, თუმცა კი, ანუ შინაარსი ეს არის, რომ ჩვენ მომდევნო 12 წლის განმავლობაში შეზღუდული გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. და ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ზოგადად სულ მაინტერესებს ხოლმე, როცა ბევრი ადამიანი აპროტესტებს რაიმე გადაწყვეტილებას, ბუნებრივია თუ შიგნით პროტესტია, ამას შედეგი მოჰყვება ხოლმე. გრძნობთ სოლიდარობას ან რაღაც აი ამ თანაგანცდას თანამშრომლების მხრიდან, თქვენი კოლეგების მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში. კი, მესმის აბსოლუტურად ეს შეკითხვა დიდი ხანია უკვე ეს შეკითხვა ჩვენი ვისამართით ისმის. საქმე რაშია, იცით, ჩვენ ბევრი წელია ვმუშაობთ ამ ადამიანებთან ერთად. ჩვენ გულწრფელად ვიყავით ერთი დიდი ოჯახი, ვთქვათ. ანუ ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად ძალიან ფართო სპექტრთან თანამშრომლობის შეხება ამ 15 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, მათი პოზიციები დიდწილად ჩემთვის ნაცნობია. იცით როგორ არის წარმოიდგინეთ, ანუ როდესაც რაღაცა თანამშრომლის ერთი ჯგუფისთვის გამოყენებულია ასეთი მეთოდები მაგალითად, ხო ძალიან რთულია რეალურად ადამიანებს მოსთხოვო ღიად სოლიდარობის დაფიქსირება. ჩვენ ისეთ რაღაცნაირად ეტაპზე შევედით, როდესაც ძალიან ძნელად არის წარმოსადგენი ამ პროფესიაში როგორ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ზოგადად. შეგრძნება, ანუ მედია არის ისეთ კრიზისში, რომ შეიძლება ის ხვალ უბრალოდ ძალიან დიდი ნაწილი პროფესიონალების უბრალოდ არის პროფესიის გარეშე დარჩენილი და რასაკვირველია ეს არის რაღაცა კრიზისული მომენტი. ჩვენ გვძნობთ სოლიდარობას, გვძნობთ რაღაცნაირ თანაგანცდას ნამდვილად, გულწრფელად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მე არ მინდა რომ ეს ტვირთი დავდო ამ ადამიანების მხრებზე. და არ მინდა ეს რაღაცა მორალური ილუსტრაციის მოწმე გავხდეს, არა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის მე მგონი ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები აი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი რითი დაიწყო, ხო ძალიან მოკლედ ვიყოთ. აი წარმოიდგინეთ, ჩვენ ვითხოვდით დღის ეთერს, ჩვენ ვითხოვდით რომ კრიზისის დროს ნახევრად ცარიელი ბადა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც შევსებული იყო მექანიკური მასალით, ფილმებით და რაღაცა სხვა ტიპის მასალით, რომელიც კავშირში არ იყო რეალობასთან, ამის ნაცვლად ეპასუხა გამოწვევისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს შეექმნა ეს დღის ეთერი, გაიხსნა სადისკუსიო სივრცეები, შეესრულებინა თავისი ფუნქცია. ჩვენ ვლაპარაკობდით სამართლიან ჟურნალისტიკაზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხმები არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ უფლება აყრილი და ნაწამები ადამიანების სახეებს და ხმებს ვერ ხედავთ და არ გვესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ხო? ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით და საპასუხოდ ბორცთან მათ შორის ჩვენ ვილაპარაკეთ სამართლიან მიუკერძოებელ ჟურნალისტიკაზე. ახლა რომ ვუყურებთ, ძალიან გულუბრყვილად გამოვიყურებოდით ამ ბორცთან როცა ვლაპარაკობდით სამართლიან ჟურნალისტიკაზე, რომელმაც უბრალოდ პროკურატურასთან გადაგვამისამართა, ხო? ეხლა ძალიან გულუბრყვილად გამოვიყურებით, მაგრამ ჩვენ ამის საპასუხოდ მივიღეთ დევნას, მივიღეთ რეალურად ეს რაღაცა დაშინების სხვა მეთოდით, რაღაცნაირი ერორი რა რაღაც თვალსაჩინო მეწოლა მე ესე ვიტყოდი, ხო? და აი ამის საპასუხოდ მივიღეთ. ანუ პროფესიაზე ღია დისკუსია რომ მოვუწოდეთ, თქვა საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტს და ბორდს თუნდაც, ხო? ამის საპასუხოდ მივიღეთ ეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა ალბათ სხვა სცენარებიც არ იქნება თქვენთვის გასაკვირი, რაც ვნახეთ, როგორც განვითარდა მოვლენები მაგალითად უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტების მიმართ, მე მგონი ამის შემდეგ იგივე გადაწყვეტილება არ იქნება მოულოდნელი წარმატებებს გისურვებთ ყოველ შემთხვევაში. რაღაც მინდა დავამატოთ, შესაძლებელია დღეს უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმა თანამშრომელმა დავით ბელიჯანაშვილმა და მონში და მონიტორინგის ჯგუფის მენეჯერმა თეა კახიანმა დაწერეს განცხადება და წავიდნენ რეალურად საზოგადოებრივ. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ამბავია რეალურად, მაგრამ გვინდა რომ საზოგადოებრივ ცვლილების სახელით სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ. მე ვფიქრობ, რომ თუ კი თქვენ გაეცნობით მაგალითად თეა კახიანის განცხადებას, რომელიც ლაპარაკობს სწორედ აი მონიტორინგის ჯგუფზე, რომელმაც
სინამდვილეში შიგნიდან შეაფასა რამდენად მიუკერძოებელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი თუნდაც წინა საარჩევნო პერიოდში ეს განცხადება ძალიან ინფორმატიულია და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს. ამიტომ მინდა ჩვენი სოლიდარობა გამოუცხადო ამ ადამიანებს ზოგადად და საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები აგრძელებენ ძალისხმევას რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თამარ მშვენიერაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.